ვილი, მოდი, ვილი, მოდი. მოდი. Josefina, მოდი. გოგო. მოდი. Josefina შენ. Iargi. დიდია ეს კაცო. ვაი. Maro! Მოდი, მარო! მაგარი. იგენ დამინახავი უკვე მოდია. მორბია, დამინახავი. მოდი, მარო! მოდი. ბეგო, მოდი ბეგო, მე ვარ, მოვედი. ბეგო, მოდი. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი ბეგო, მოდი, ჩამოდი, მოდი. მოდი, ჩამოდი. ყველაზე მე დროს აქატარებს წყლის ის არის, რა ქვია, ცხოველი, მობინადრე და წყალში შვენიე კარგად ზნობს თავს. აქედან მე ადის და ზემოთ მე ავალ და ვნახავთ, რომ არის უმზადებს საჭმელს, იქ ვაჭმე. ზამთრის პერიოდში აქ ვაჭმევ, როცა სიცივეა და ან მოყინულია და ან რამე. აი ახლა თვითონ ჩამოდის, ახლა ჩამოვაგე წყალში და თვითონ მასაც გეველაპარაკოთ ერთი რაჭკუაზია ვნახოთ. აი მოდი, აი. მოდი. ბეგო, გამიღე აბა დიდი პირი, გამიღე პირი, გამიღე წყალდალიე. მოდი.
აი დიდი პირი, მალადეს, კარგი ბიჭი ხარ. მოდი, ამოდი ახლა ჩემთან, ამოდი, ზევით უფრო მეტად, ამოდი ზევით, ამოდი ზემოთ. ამოდი კიდე. აი მას. ჭკვიან, კარგი. ხო. აი მე ვარ. კარგი. სადი საჭმელს გაჭმევ ახლა. ჩემი განშტერი ხუდი უნდა დევი. წავა. წინასწარ მომზადებული მაქვს ახალი ცოცხალი ბალახი, რომელიც ყველაზე მაგრად და ყველაზე მეტად უყვარს ბეგის. ამისათვის ახლა ჩვენ ხო და აი ტაჭკა უნდა ჩამოვიყვანო. ესე იგი, ხარები ღია. კომპოსტო ცხოველისთვის ბევრი არ შეიძლება. ცოტას უნაწილებთ. ეს კი ჭარხალი გვაქვს. მისი საყვარელი ნამდვილად ჭარხალი უყვარს ძალიან. ასე. თივაი გვაქვს. ესეც წავიღოთ. ბეგო აი შენი საყვარელი ბალახი მოგიტანე. აბა წავედით. ნახე ჩვენი საყვარელი ბეგო ძალიან გემრიელად მიირთმევს ბალახს. ბეგო გამიღი დიდი პირი, მანახე დიდი პირი. აი ასე დიდი პირი, აჰა. ჭამე. კიდე ვა. აბა შეჭამე. საწოდამა დიდი წყალება და ტანჯვა გაიარა წყალდიდობის პერიოდში. გადარჩა, რა ვიცი, ხალხის დახმარებით. იმ დღეს სასწაული მოხდა, რომ მთელი თბილისი შეიყარა, ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ერთმანეთს გვერდში უდგნენ. აი სტიქია მაგალითად, ბევრ ადამიანს კიდევ უფრო მეტად შეაყვარა ცხოველი, რა ვიცი, მაშინ საშინელება მოხდა, ეს განუმეორებელი რაღაცაა, მოკლედ და ღმერთმა ნუ ქნას ასეთი რამე. ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, ქართველები, რომ გაჭირებაშიც ვსწავლობთ და დალყინებაშიც და ალბათ ამან კიდევ გაგვაძლიერა და ალბათ კიდევ უფრო მივეფერებით ერთმანეთს მომავალში. კიდევ გინდა? აი მოდი აბა, მასე, ჭკვიანი ბიჭი. მიდი. აი მასე, ხო. ჭამ. ბალახი უყვარს. ახლა მერე ნახავთ აგერ სტაფილო, კარტოფილი, ვაშლი, ჭარხალი და თივა, ხმელი თივაც ასე შემოდის უკვე ბალახის სეზონი შემოდის და ყოველდღიურად დღეში 2 ხელ უჭრი და ვაჭმევ. მერე საზანთრო შემოდის, მერე სიმინდი შემოდის, მერე რა ვიცი, ხილი შემოდის და ასე რომ ვაჭმევთ, მიირთმევს გემრიელად, ყვაყოფილია თვითონაც. მე ყვაყოფილი ვარ, რომ კარგად არის და მიამაყება, რომ ყავს ჩაბარებული და უვლი და პატრონობ. რო მოვედი ზობახში, მუშაობდი საერთოდ ამ განყოფილებ შლიქოსნებში. შემდეგ გადაადგილება მოხდა, ზოგი წავიდა, ზოგი გადიყვანეს, გადმოიყვანეს და მე მხდა წილად ეს. კარგად შევეწყვით ერთმანეთს, ალბათ ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, ეს იყო და ალბათ მისი არჩევანიც მე ვიყავი
ხმაზე მცნობს, ხმაზე. აი მაგალითად რო გავიდი ახლა სადღე იქით, ხო, დევილაპარაკო ეგრევე მოდის. ჩვენ მოგცახ ერთმა მეტყველების უნარი, მაგას მიცა გამოხატვის უნარი და ფიქრობ რომ შევეჩვიეთ ერთმანეთს. ახლა დაგიყრი და გაჭმე. რეგო, აბა გაიწი იქით, გაიწი, გადი იქით, გადი. იქით გადი, ხო, გადი. აჰა. მაგი არ მოგეწონება, ვიცი ახლა. იმასთან, მაგრამ ასიზა მასია. აჰა. ას. აჰა, მოიჩი. ამას ასორტად უკეთებ, რომ გემო ჩააღოლოს. ერთ დღეს გამოვედი გარეთ, აი აქედან, ხო და გამოვხედი აქედან, ყავდა აქ. რა ქვიოდა, აღარ მახსოვს სახელი. სტაჟირებაზე დადიოდა ახალგაზრდა პატარა გოგო რა. ხო და გავხედე, რას ხედა, ამას გამოყოფილი, აი აქ თავი, აი აქამდე გამოყოფილი და ეს გოგო ხელი გადადებული ამ თავზე და აი ასეთ პოზიციაში ჩახუტებული ამ შვილო რაშობი მეუთხარი. ბაბუ გამოდი აქით მეუთხარი და ისე ზანტად ადგა და არაფერი რეაგირება ამას არ ქონდა. მე კი მოვდი შიშით. გული კი ნაღამ გამისკდა. სხვა კურიოზები კიდევ შეიძლება გახსენება. მე იქ არ ვიყავი. ხო და ის რა ქვია. მე დავთო, მართლა ვართ აი კუთხეში ეგ და რაღაცა ზომავდით რა, ეს კარები ღია იყოს, როცა შეჩევდივარ კარებს კეტავ. ნუ ახლა კი ვართ, ახლა მცნობს და რაღაცა, მაგრამ როგორც ასეთი რომ ასე ჩევეხუტო და ასე სანდო იყოს, ცოტა ძნელია და ვარ და კი ვეუბნები ავთოს რომ ავთო ცოტა დაუჩქაროთ მეთქინდა. უცებ გავხედე და უკვე მოსული არის მოგვადგა რა ასე. ავთო გევიქცეთ მეთქინდა, გევიქეცით მოკლედ. ხო და ახლა ჩემი გაქცევა კი იცი ახლა კი მიხდები რა გაქცევა არ ქვია და ამას ავძუნძულდი ალბათ რა ვიცი მე და ხო და აი ძლივს გავასარით. აი ძლივს გავასარით გევედით რა ორივე. პირველი მე გავარდი შიშისგან, მერე მომყვა ავთო და გევედით და მერე კი გავგეცინა რომ ბიჭო რა გამოასარითო და რაჭველის არ იყოს ახლა რატო მოგждებ და არ ვიცი რა უნდა და აი კითხეთ ახლა თქვენ რა თუ რამე ცუდი ქონდა განზრახვა გულში. მაგრამ არ ამგონია რომ ბეგომ გაგვიმეტოს რა ასე. როცა ცუდ ხასიათზეა, აი ახლა თუ კი უჩვენებთ აი ეგერ. აი ის საბორის ბოლოს ჟანგი არის ერთი ის. აი იქ კბილებით წვალობს. ეჩხუბება იმას რომ ალბათ რაღაც ძალას იქ რაღაცას ხანდახან ეს არის რაღაც ეძაში ერთხელ. საერთოდ აგრესიულია ამათი ჯიში. და ახლა მარტო რო არის თვითონ განიხდის ალბათ მომავალში რა ვიცი ღმერთით შეპირებული არიან რომ ჩამოუყვანებენ ალბათ კიდევ პარტნიორებს და ალბათ კიდევ უფრო დიდ ადგილზე გადავალთ ახალის კეთდება ეგერ ღმერთის წყალობით ყველაფერი ისე იქნება როგორც ნამდვილად კარგი ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და ჩვენთვისაც კარგი იქნება და ცხოველებისთვის კარგი იქნება.
მანდამაინც მარტო ბეგემოტი გიყვარდეს და სპილო გიყვარდეს, მარტო ასე არა, ცხოველი უნდა გიყვარდეს, აი მტრედები ახლა შემოდიან მე იქ როცა ამას საჭმელს უნაწილებ, დილას ხეებზე სულ ჩიტებია მოფენილი მელოდებია რომ რაღაც და მეც უყრი ხან პური და იქენი ხან ნათალი გიყვარდეს უნდა ფრინველის უნდა გიყვარდეს და ცხოველის და ადამიანის უნდა გიყვარდეს და სამყარო ლამაზია, სამყარო მრავალფეროვანია და ჩვენ ამ სამყაროში ვართ. ბეგისთან ერთად რა თქმა უნდა და ცხოველებთან დანარჩენებთან ერთად. დანარჩენი მას ვკითხოთ მანქუას. ბეგო, ხო ხარ ყვაყოფილი? ჰა? ბეგო. ხო ხარ იგი ყვაყოფილი, ხო ხარ. მოდი. ჰა?